მეგობრებო, გრძელდება ჩვენი შოუ, ჩემი შოუ გრძელდება და ჩემი შოუს შემდეგი სტუმრები გახლავან გოგონები, რომლებიც არნახული პოპულარობა მოიპოვეს სოციალურ ქსელში, Facebook-ში, მათ 70,000-ზე მეტი მომწონებელი ყავს, თითოეულ მათ ვიდეოს 100,000-ობით ადამიანი უყურებს, მათ დაირქვეს მანიკო გვაჭანიძე. მანიკო გვაჭანიძე, თქვენი ფსევდონიმია, თქვენი გვერდის ფსევდონიმი, თქვენ შეგიძლიათ ახლა ნახოთ ამ გვერდის ვიზუალი, როგორ გამოიყურება ეს გვერდი, რამდენი 1000 მომწონებელი ყავს, რამდენი მნახველი ყავს ამათ ვიდეოს, ეს არის თქვენს მიერ ტელეფონით გადაღებული ვიდეოები. წარმოგვიდგეთ რა ქვიათ, რა სახელი გვარით შეიძლება. ნინიკო ჭავჭანიძე, მარიამ გვალია. ესე იგი, აქ არიან ძალიან აკადემიურები და სერიოზულები. პირველად არიან დიდ ტელევიზიაში და ამიტომ არიან ესეთი გასათხოვრად გამოწკებილები და ხო და აბა ქუთაისელი ბიჭები როგორები არიან ესეთ შეკითხვა ქუთაისელი ბიჭები არიან იდეალურები მართლა იდეალურები არიან რა გაგებით არაჩვეულებრივად იციან ქალის ფსიქოლოგია როგორ აბა იციან ქალს რა სიამოვნებთ მართლა კერძოდ ქალი ყოველთვის იკლებს ასაკს, ან არამხელს. კი ბატონო. ქუთაისელმა ბიჭმა ეს იცის. აბა? ახალი გაცნობილი რო ყავს გოგო, ჯერ მიმართავს ქალბატონად. 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 მერე ურთიერთობაში რო შედის, ხდება დაი. მისი რო გახდება, თლათ ახლოს რო ყავს გულთან, მერე უკვე კაივოში ხდება. თქვენ რომელ ამპლუაში გირჩევნიათ ვიყოთ? ქალბატონის დაიეს თუ ბოუშის. შენ დაიკოები. თბილისელი ბიჭები? რა აქვს კარგი თბილისელი ბიჭები? თბილისელ ბიჭებს პრინციპში ერთი უპირატესობა აქვს. რა? ბინა. ქონება. თბილისში არიან ჩაწერილები. ეგა. კაი, გათხოვება გინდათ ესე იგი, თუ არ გინდათ? ამ ეტაპზე. გათხოვება ახლა საღამოობით გვინდება ხოლმე. გვინდება. ჩვენ გვინდა რომ დავითრიოთ ეს გოგოები და გადაუღეთ რაღაცეები. მინდა თქვენ სამჟაროზე გამოვიტანო ეს რაღაცეები, ეს გახლავთ რამოდენიმე სკეჩი, რომელსაც ახლა ნახეთ, გამოხატეთ თქვენი აზრი, მოგწერეთ ჩვენ, მიწერეთ მანიკოებს. მე გემშვიდობებით და უშვებ ვიდეოს, მანიკოების ვიდეოს.